დღეს ახლა კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი უნდა მოვიწვიოთ პირდაპირ ეთერში და მასთან ერთად პირველ რიგში საუბარი უნდა დავიწყოთ დავით დოიაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. დღეს გახდა კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება ცნობილი, რომ ახალ თეატრს ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრს დოიაშვილი აღარ უხელმძღვანელებს, ის გათავისუფლებულია. მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევის. განცხადება გაავრცელა კულტურის სამინისტრომ, მაგრამ დამატებით განმარტებას გთხოვთ, მაინც რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება? ნახეთ, ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა განაპირობა ერთადერთმა რაღაცამ. მუსკომედიის თეატრი არის სახელმწიფო სიპი, რომელიც ისევ როგორც ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ანგარიშვალდებულია სახელმწიფოს წინაშე, მას სადამფუძნებლო დოკუმენტებით დავალებული აქვს კონკრეტული მიზნების აღსრულება. მათ შორის ზუსტად ისე უწყვეტად ფუნქციონირება, როგორ უწყვეტადაც და შეუფერხებლადაც ხდება მისი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. უკანასკნელი თვეების მანძილზე ამ საკითხთან დაკავშირებით იყო არაერთი წერილი და გაფრთხილება გაგზავნილი. სამწუხაროდ შედეგი ამას არ მოყვა. ანუ სამინისტრო ვალდებულიც არის რეაგირება მოახდინოს, როდესაც კონკრეტული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. არის თუ არა ეს პოლიტიკური შურისძიება? ის მსახიობები, რომლებიც ახალ თეატრში მუშაობენ, ხელოვანთა ნაწილი, რომელიც დღეს შეიკრიბა ახალ თეატრთან, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ რადგან დავით დოიაშვილი იყო ამ პროტესტის ერთ-ერთი სახე, ჩვენ ნახეთ რეგიონში მისი ტურები და პროტესტი, სწორედ ამიტომ იქნა სინამდვილეში ეს გადაწყვეტილება მიღებული და არა იმიტომ, რომ რაღაც ფორმალური საკითხები იყო. ნახეთ, ძალიან მარტივად არის საქმე ამ შემთხვევაში. პირველ რიგში ყველას რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელია თუ არა, აქვს თავისი პოლიტიკური ვირადი შეხედულებები, რომელიც შეუძლია გამოხატოს არასამუშაო საათებში ერთი ან მინიმუმ გამოხატოს ისე, რომ ამითი არ დაარღვიოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვალდებულებები. ეხლა ნახეთ, როდესაც გამოხატავ პროტესტს, შენ ამის უფლება რა თქმა უნდა გააქვს. მაგრამ ჩემი პროტესტი იქნება ის, რომ სახელმწიფომ რისთვისაც დააფუძნა თეატრი, ის არ მოხდეს თვეების მანძილზე, მაგრამ შენ ხელფასი მიხადე, ესე უბრალოდ ვერ იქნება, არ არის ეს ნორმალური. ეხლა წარმოიდგინეთ სკოლა, რო თქვას, რომ მე რაღაც ვაპროტესტებ და არ შეიძლება, აღარ გავაგრძელებ მე სასწავლო პროცესს ჩავშლი თვეების მანძილზე და განათლების სამინისტროს რო რეაგირება არ ქონდეს. ეს არის დასჯა პოლიტიკური აქტივიზმის რა ნახეთ, პოლიტიკური აქტივიზმი ამ სფეროში აქვს ძალიან ბევრ ადამიანს და არავის არ შეხებია ამ ნაწილში. მეცაც გეტყვით, რომ გასწორებული იყო ეს პრობლემები მოწერის შედეგად, არც ამ ნაწილში არ მოუწევდა სამინისტროს რეაგირება, მაგრამ ნოემბრიდან მოყოლებული სპექტაკლი რო არ იდგმება და 1,200,000 ლარზე მეც ამ დროს დაფინანსებას იღებ და არაფერს არ აკეთებ. რისთვისაც დაფინანსებას იღებ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რა უნდა? ეს ერთადერთი თეატრია, რომელიც არ დგამდა სპექტაკლებს, თუ კიდევ სხვა თეატრებსაც შეიძლება თეატრებში უწყვეტად. აი ესე ამ რეჟიმში ამდენი თვე რო არ დაედგათ, ეს იყო ხო ვიღაცის რეაბილიტაცია რო კი სხვა პრობლემაა. მადლობა ამ განმარტებისთვის და ახლა გადავიდეთ ჩვენი საუბრის მთავარ თემაზე, ეს არის პარიზის წიგნის ფესტივალში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა. პირველ რიგში მოდით ამ პლატფორმის შესახებ გითხარით, რამდენად მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რას იძლევა საქართველოს მონაწილეობა ესეთ ფორუმზე? პირველ რიგში ვიტყვი, რომ პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს იყო ღირსეულად წარმოდგენილი და ნამდვილად შთამბეჭდავი ჰქონდა პროგრამა. იყო წარმოდგენილი 200-მდე ფრანგულად თარგმნილი გამოცემა, წიგნი, რამდენიმე მსხვილი გამოცემა იყო წამოსული, იყო 40-მდე დელეგაციის წევრი ავტორები და თვითონ გამომცემლები, რომლებსაც ჰქონდათ იქ კონტაქტები დამყარებული საერთაშორისო სხვა გამოცემებთან. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ იმდენად მნიშვნელოვანია თავისთავად ეს პარიზის წიგნის ფესტივალი, რომ პირველ დღეს გახსნა საფრანგეთის კულტურის მინისტრმა, რომელმაც სხვა შორის ინტერესი გამოხატა განსაკუთრებული ესეთ ქართული დელეგაციის მიმართ და რაღაც შეხვედრას
მოითხოვა თუ დროში ჩავეტეოდით, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ამ ციმერე დროში ამ შეხვედრის ორგანიზება. მეორე დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი დაესწრო ამ წიგნის ბაზრობას. მაროკო იყო მასპინძელი ქვეყანა და ისინი ძალიან ხაზგასმით აღნიშნავდნენ საქართველოს სტენდის და საქართველოს დელეგაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს. ანუ წარმოსაჩენი იყო ნამდვილად და განსაკუთრებით სტენდის კონცეფცია იყო შთაგონებული იონა ზოსიმეს კონცეფციით იყო ყველაფერი წასული, იმიტომ რომ ლონდონის წიგნის ბაზრობაზეც ამ კონცეფციით წარსვდებით. ახლა პარიზშიც და წელს საერთოდ ამ კონცეფციის გარშემო ვტრიალებთ, იმიტომ რომ ხაზი გავუსვათ ჩვენს იდენტობას, ჩვენი დამწერლობის და ენის სიძველეს და აქედან გამომდინარე გავაცნოთ ჩვენი კულტურა დანარჩენ მსოფლიოს, იმიტომ რომ ამარეულ სამყაროში, როდესაც ამდენი რაღაცის გადანაწილება მიდის, გადარჩებიან მხოლოდ კულტურული ერები, ალბათ მომავალი სამყაროსთვის თავისი შესათავაზებლად და გამომცემლებათან ნაწილმა პროტესტი გამოუცხადა როგორც პარიზის, ასევე ლონდონის წიგნის ბაზრობას. შესაბამისად, როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით? ისინი არ თანამშრომლობენ კულტურის სამინისტროსთან. ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი გამომცემლობა, ეს ხო არ არის ჩემი ფული ან რომელიმე კონკრეტული თანამდებობის პირის, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის ფული. სახელმწიფო ბიუჯეტის ფული იმართება კულტურის მიმართულებით კულტურის სამინისტროს მხრიდან და ვამბობთ, რომ კარგია, ჩვენ ვაკეთებთ რაღაც კონკრეტულ საქმებს, მათ შორის ისეთ კარგ საქმებს, როგორც პარიზში და ლონდონში გაკეთდა და ყველა შეუძლია მობრძანდეს, ვინც ამ კონცეფციით და ამ ფორმატით თანამშრომლობს მომხრეა. ვინც თანამშრომლობს, ჩვენ მზად ვართ მათ ხელი შეუწყოთ სრულად, ერთის მხრივ, მეორეს მხრივ, ვინც არ თანამშრომლობს, მათი უფლება შეუძლიათ არ ითანამშრომლონ და ამოუკიდებლად განაგრძონ. მაგრამ აქაც რაღაც შემთხვევებში გვაქვს, ასე ვთქვათ, სოდავენ და არ არიან ბოლომდე გულწრფელები. ზოგიერთი გამომცემლები, იმიტომ რომ მაგალითად წერალთა სახლს ბოიკოტს უცხადებენ და არ ეთანამშრომლებიან, რომელსაც ამდენიმე ასეული ათასიანი ბიუჯეტი აქვს და არა უმეტეს. სამაგიეროდ მეორეს მხრივ განათლების სამინისტროს, რომელსაც რამდენიმე მილიონიანი ბიუჯეტი აქვს, იმათთან პროტესტში არ არიან, ისინი არ არიან ეგრეთ წოდებული რუსული მთავრობის ნაწილი და პრობლემა არ არის. დიდი ფულის შემთხვევაში ამ გამომცემლებს პროტესტი არ არის და სადაც მცირე თანხა ეხლა კულტურის ბიუჯეტს რისი აწევა შეუძლია და მწერალთა სახლისას იქ პროტესტი არის ცხარი. გასაგებია. ხო, მაგრამ ეს მათი არჩევანია, ჩვენ ამის მიუხედავად რა თქმა უნდა მზად ვართ ნებისმიერ დროს თანამშრომლობისთვის, ვინც გადაწყვეტს რომ სურს ამ თანამშრომლობაზე წამოსვლა, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. წიგნის ბაზრობაზე შეხედულება. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, როდესაც რიგით დამთვალიერებელს ეწევა შესაძლებლობა გაეცნოს ქართული კულტურის ნიმუშებს, მაგრამ ამის მიღმა არის მნიშვნელოვანი საქმიანი ნაწილი, სადაც გამომცემლობებს აქვს შესაძლებლობა კოლეგებთან არა მხოლოდ გაცნობითი ხასიათის, არამედ ისეთი სერიოზული საქმიანი შეხვედრები გამართონ და დაგეგმონ მომავალი თანამშრომლობა. აი ამაზე ცნობილია, თუ შედგა ესეთი პერსპექტივული გამომცემლები, რა თქმა უნდა ავტორები კონკრეტული ხდებოდნენ სხვა გამომცემლებს ადგილობრივს მათ შორის. საქართველო როგორც ბაზარი ამ ხრივ, ანუ საქართველოში შემოსვლის თვალსაზრისით ინტერესი ნაკლებია, ინტერესი არის უფრო ქართველი ავტორების, როგორც რაღაც ეგზოტიკის, სინამდვილეში ხო ევროპული კულტურაც ამ რაღაცნაირად ჩიმშილში, ხო რეალურად თემატიკას ეძებს, ხო დასავლური კულტურაც. ამიტომ ამ ხრივ ძალიან საინტერესოა, რომ იქნებ ქართველი ავტორებით დაინტერესდნენ და იქნებ ეს ველი, ეს სივრცე გაიხსნას ქართველი ავტორებისთვის, იმიტომ რომ ჩვენც ძალიან მცირე რიცხოვანი ხალხი ვართ, ვინცაც ქართული თქვენი მხარდაჭერით ვითარდება კულტურას გავეცნოთ, ამიტომ გჭირდება რაღაცა სივრცე, სადაც ეს ქართული კულტურა განივრცობა და რაც ასევე შემოქმედებას ხელს შეუწყობს. ერთი ღონისძიება არის, ასევე ჩემი აზრით ხაზგასასმელი, იმიტომ რომ ნახეთ ეს ქართველებს ხო გვახასიათებს რაღაც ბარემ ბოლომდე გახსნა, როდესაც რამეს აკეთებ
ბოლომდე გადაყოლა ამ საკითხზე. ყველას ჰქონდა ორდინალური ესეთი ღონისძიებები, ჰქონდათ სტენდი და უბრალოდ წარმოდგენილი ჰქონდათ წიგნები. საქართველოს დაგეგმილი ჰქონდა ასევე მუსიკალური ნაწილი ამ ფესტივალზე და ბოლო დღეს, როდესაც იხურებოდა ეს წიგნის ფესტივალი, აღმოჩნდა ფაქტობრივად ისე, რომ ქართული კონცერტით დაიხურა მთელი ფესტივალი და არა მხოლოდ ქართული სტენდი, რაც იყო ნამდვილად ესეთი ემოციური, იმიტომ რომ მთელი ფაქტიურად ვაზრობა მოვიდა იქ და კონცერტზე ჩვენი ადგილი აღარ რჩებოდა ძლივს. გავეტიეთ ჩვენ თვითონ ქართული დელეგაციის წევრები და ისეთი დიდი შემსრულებლები მუსიკის ვარსკვლავები ნამდვილად გადაჭარბების გარეშე მონაწილეობდნენ ამ კონცერტზე. რა არის შემდეგი მასშტაბური ნამდვილად ეს იყო თავარი ამბავი. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, მიდის ბევრი ღონისძიების დაგეგმვა. ეხლა 26 მაისის დღეებთან დაკავშირებით, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, დაახლოებით 22 ქვეყანაში პარალელურად იმართება მასშტაბური ღონისძიებები კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით. სადღაც 5 მილიონ ლარზე მეტის ღონისძიებებია საერთო ჯამში დაგეგმილი საზღვარგარეთ კულტურის სამინისტროს მიერ და მგონი ძალიან ღირსეულად და ფართოდ ვიქნებით წარმოდგენილები წელს საერთაშორისო ასპარეზზე. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი იყო ჩვენი სტუმარი.